იცით, კომპიუტერებამდე, აიფედებამდე და თუნდაც MacBook-ებამდე თეთრი ჩავზე ნაწერი საოცარი ქმნილებები არსებობდა. ადამიანის საუკეთესო მეგობარი, ხასიათის ამსახველი, ეპოქების სარკეები და ქვეყნების საგანძური. დიახსაუბარი წიგნებზეა, მსოფლიო ლიტერატურას, რომელმაც ადამიანების ცნობიერება მთლიანად შეცვალა, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ახალი პროექტის სახით გვთავაზობს. მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა 300 წიგნს გააერთიანებს, თუმცა ჯერჯერობით აქედან დასაბეჭდა მზად 100 ტომია. აქედან პირველი 5 უკვე გამოიცა და იყიდება. 100 ტომეულის პირველი ნაწილი დაეთმობა ძველ ბერძნულ ლიტერატურას და დღეს მკითხველის წინაშე არის პირველი 5 ტომი, აქედან ეს გახლავთ ჰომეროსის ილიადა 2 ტომად, ასევე ოდისეა, გარდა ამისა ძველი ბერძნული ლირიკა და პინდარუსის ოდები. ჩვენ ამ პროექტის განხორციელებისათვის დაგვჭირდა 120 სხვადასხვა მთარგმნელის ნათარგმნი ნაწარმოებების შეგროვება, რედაქტირება და ასე შემდეგ. ბატონი ემზარ გოგუაძე გახლავთ პროექტის იდეის ავტორი და ჩვენ მასთან მჭიდრო თანამშრომლობით ვახორციელებთ ამ პროექტს. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის პრეზენტაცია მესვეურებმა ყოფილი მწერალთა კავშირის უკვე განახლებული სახით და ახალი მწერალთა სახლის სახელით გახსნას დაამტყვიეს. წიგნის კითხვა არის ცხოვრებასავით. რასაც გადააწყდები, რასაც გადაეყრები, რაც დაგაინტერესებს. შეიძლება ზოგი წიგნი ნახევრამდე წაიკითხო, შეიძლება ზოგი წიგნი წაიკითხო 12 ჯერ, წაიკითხო სხვადასხვა ასაკში აღმოაჩინო ახალ-ახალი რაღაცეები. მე ვარ ინდივიდუალიზმის მომხრე და წინააღმდეგი ვარ აუცილებლობების და რაღაცა მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცა რაოდენობების დაწესების. ამდენი უნდა წავიკითხო თუ იმდენი უნდა წავიკითხო, მაგრამ ერთი რამეს მინდა გითხრა. ძველ რომაელებს აქვთ არაჩვეულებრივი გამოთქმა, რომ სახიფათოა ის ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ერთი წიგნი აქვს წაკითხული. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ შესანიშნავად შეარჩია სია იმ გენიოსებისა, რომლებმაც მართლაც გარდაქმნეს სამყარო და ადამიანი. ყურადღება მიაქცევინა ქართველ მკითხველს იმისათვის, რაც ღირებულია მსოფლიოში. მე მივესალმები ამ საქმეს და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ერთი წარმატებული გამომცემლობაა საქართველოში. მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა 100 ტომად ანტიკური ხანიდან იწყება და მე-18 საუკუნემდე მოდის. გამომცემლობის ახალი პროექტის იდეის ავტორი ემზარ გოგუაძეა. წელწად ნახევრის წინ დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა, მე და ბაკურმა შევთავაზეს ბაკურს, ჩემი მეგობარი გახლავთ, ჩემთვის ყველაზე მისაღები გამომცემელი იყო, ასე ვთქვათ, ბექგრაუნდიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდა აქედან. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა შევთანხმდით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ვიშრომეთ, დაიწურა, ასე ვთქვათ, შეირჩა და ჩამოყალიბდა კორპუსი 100+100+100. როგორც მესვეურები გვპირდებიან, მთლიანობაში 300 წიგნის დაბეჭდვას დაახლოებით წელიწად ნახევარი დასჭირდება. და არც ის უნდა გამოგრჩეს, რომ ახალი წიგნების თუნდაც დიზაინი უკვე თქვენი პატარების ყურადღებასაც მიიპყრობს. გაიხსენეთ, ბავშვობაში წიგნებს თქვენც ხომ ყდის მიხედვით არჩევდით. რაც შეეხება 100 ტომეულს, მისი თარგმნისთვის გამომცემლობას 120-მდე მთარგმნელის დახმარება დასჭირდა. მათ შორის ერთ-ერთი ლევან ბერძენიშვილია. ამ შემთხვევაში წარმოვდექი როგორც მთარგმნელი, კერძოდ არისტოფანეს თარგმნელი, მაგრამ ბატონმა ემზარმა გამოავლინა ფანტასტიკური უნარი და ჩემი დაკარგული ორი თარგმანი იპოვა. ელექტრა იპოვა და რაც თავია პლავტეს ფსევდონიმი, რომელიც 100 წლის წინ მეგონა რომ დავკარგე სამუდამოდ. ხელნაწერები იპოვა. ამიტომ მე ჩემი მუშაობა ეს იყო, არისტოფანე წარმოადგინა, ევრიპიდე და პლავტე და მაგ პერიოდში ჩავეტიე მთლიანად ანტიკურობაში.
გეტყვით იმასაც, რომ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ასტომეული ორიგინალი ენიდანაა ნათარგმნი და არა რუსულიდან. აქედან გამომდინარე ყველაზე პრეტენზიული მკითხველიც კი გამოცემებს წუნს ვერ დაუდებს. ჩვენის მხრივ მადლობა გამომცემლობას იმისათვის, რომ ახალგაზრდების კომპიუტერის ეკრანიდან მოწყვეტაზე და კაცობრიობის საგანძურზე დაუღალავად ზრუნავს.